კამპანია ეშენგეხებას წევრები ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივას საქართველოს არჩევნებში ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების მონაწილეობასთან დაკავშირებით საფრთხის შემცველად აფასებენ. Როგორც არასამთავრობოები ამბობენ, შემოთავაზებული ცვლილებების მიღებით საფრთხეში ექმნება საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჩარევას. ქრისტიან დემოკრატების ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ მმართველ გუნდში. Ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა არის მიუღებელი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ინიციატივით ის უზენაესი პრინციპები, რომელიც დაკავშირებული არის საქართველოს კონსტიტუციასთან, ეს არის იგნორირებული. მგონია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა იყოს მორგებული პიროვნებებს და სხვადასხვა გარემოებებს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებები საფრთხეს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს. კამპანია ეშენგეხებას წევრები ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივა საქართველოს არჩევნებში ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების მონაწილეობასთან დაკავშირებით საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. Როგორც კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შემოთავაზებული ცვლილებების მიღებით საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს, ვინაიდან ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჩარევას, რაც არასამთავრობოების უმრავლესობას მიუღებლად მიაჩნია. ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულები ვართ ეშენგეხება კამპანიაში, წინააღმდეგ გამოვდივართ ამ ინიციატივების და ჩვენი ორგანიზაციები მხარს არ უჭერთ. არ არსებობს სოფლიოში არც ერთი ქვეყანა, რომელიც დაუშვებს იმას და საკანონმდებლო დონეზე დააკანონებდა იმას, რომ მისი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თლიანად იყოს თეორიულად თლიანად იყოს დაკომპლექტებული ამ ქვეყნის არამოქალაქეებით და სხვა ქვეყნის მოქალაქეებით. ქვეყნის მოქალაქეს გააჩნია პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის სახელმწიფოს წინაშე, რომლის მოქალაქეც ის არის. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივას კონსტიტუციასთან შეუსაბამოს უწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განსაზღვრის უფლება საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული. ამიტომ ამ უფლების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გადაცემა მიუღებელია. ჩუგოშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აკრძალული აქვთ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა მიენიჭოთ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩუგოშვილის თქმით, კონსტიტუციის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება უზენაესი კანონის გარკვეულ გარემოებებსა და პიროვნებებზე მორგებას გულისხმობს. როდესაც ამ შეზღუდვას ვიღებდით, მიუხედავად იმისა, რომ პირი საქართველოს მოქალაქე არის, მაგრამ თუ კი საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს, ასეთ შეზღუდვას ითვალისწინებს კონსტიტუცია, იმიტომ რომ ამ პირს არ ქონდეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირს არ ქონდეს ვალდებულებები სხვა ქვეყნის წინაშე. და ჩვენ ამ დროს შემოგვაქვს და ვამბობთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს პირ, რომელიც საერთოდ არ არის საქართველოს მოქალაქე. ასევე არსებობს კანონმდებლობაში ჩანაწერები, რომლის მიხედვით და თვითონ ამ ცვლილების მიხედვით პირს ექნება უფლება, რომ არჩეულ იქნას პარლამენტში, მაგრამ მონაწილეობა არ ექნება შესაძლებლობა, რომ ხმა მისცეს არჩევნებში, ანუ თვითონ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ესეც აბსურდული არის. ასევე აბსურდული არის ის, რომ პირს ექნება შესაძლებლობა არჩეულ იქნას პარლამენტში, მაგრამ არ ექნება უფლება დააფინანსოს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა. ანუ ეს თუ კი თვითონ აბსურდულობაზე ვსაუბრობთ, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, მანამდე არის პრობლემა. კერძოდ ის, რომ არ შეიძლება მოარგო კონსტიტუცია კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულ გარემოებებს, ეს არის სრულად არასერიოზული დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციასთან და არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გქონდეთ პარლამენტის წევრებს. არასამთავრობოების ნაწილი ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას ინიციატივის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი უფლება სხვა ქვეყნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ. შეფასებას არ ეთანხმებიან ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრები. ჩვენ დღემდე ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, ძალიან გაგვიხარდება, ვინმე ამ პრეცედენტს თუ გვეტყვის და დაგვისახელებს, რა იქნა ანალოგად აღებული. საუბარი არის ძალიან იშვიათ შემთხვევებზე, როდესაც ისიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ხდება ხოლმე მონაწილეობა, თუ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მცხოვრები არის ადამიანი, დიდი ხანია იქ ცხოვრობს და სახელმწიფოებს შორის არსებობს ასეთი ტიპის შეთანხმება. ანუ საარჩევნო ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, იქნა არჩეული ან აირჩიო ესა თუ ის კანდიდატი და ეს პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეობის ცნებას. რატო ავიღეთ ევროკავშირი? სწორედ იმიტომ ავიღეთ პირველ ეტაპზე ევროკავშირი, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ იყენებენ პოლიტიკური მიზნით საკუთარ მოქალაქეებს. ისინი ვერ გახდებიან მძევლები და მათზე ზეწოლა არ იქნება. სწორედ ამიტომ ვიცით, რომ ევროკავშირში ეს დაზღვეულია, გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკური მიზანი საბოლოო არის ევროკავშირის წევრობა. ეს ნიშნავს
გარკვეულწილად შენი სუვერენიტეტის ნაწილი ისედაც უნდა გადასცეს საერთო გამგებლობას და ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში თუ კი შენ ხედავ ერთ რამეს რომ ევროკავშირის ქვეყნები არ ურევენ ერთმანეთში პოლიტიკას სხვა თემებს შენი სუვერენიტეტის ნაწილი ისედაც ევროკავშირს უნდა გადასცეს იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული პოლიტიკური მიზანია ამიტომ მე ამ უხერხულობას ნამდვილად ვერ გრძნობ ქრისტიან-დემოკრატები კონსტიტუციაში შესატანით ცვლილებებით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც სამოქალაქო რეესტრმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი განუცხადა. როგორც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები აცხადებენ, მათი ინიციატივა შექმნილ ვითარებაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. ინიციატივის პროექტის მიხედვით პარლამენტის წევრად შესაძლებელია აირჩეს 21 წლის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია საქართველოში, 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში და არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. პარტიაში აცხადებენ, რომ ინიციატივის მიზანია საქართველოში დაბადებულ და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს არამხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ჰქონდეს, რასაც მმართველ გუნდის წევრებიც დაეთანხმდნენ. უმრავლესობაში არ უარყოფენ, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ ივანიშვილს პოლიტიკური აქტიურობა ბარიერების გარეშე შეეძლება. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სპეკულაციის საშუალება არ ქონოდა არავის და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და პირადად მას ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავთანხმებოდით ამ ინიციატივას, იმისთვის, რომ მას ჰქონდეს საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ მან თავის დროზევე განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე არაერთხელ, ამის შემდგომ უკვე არასწორი სამართლებრივი გზა აირჩია, როგორც ჩანს, ალბათ არ უნდა თუ უნდა, მე ვერ ვეტყვი თვითონ უფრო ეცოდინება რა უნდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავთანხმდით ამ ინიციატივას, რომ მას საშუალება ჰქონდეს, რომ მიიღოს არჩევნებში, ჩვენ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავთ. კამპანია ეშენგეხებას წევრები საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ უარი თქვან ინიციატივაზე და საკანონმდებლო ორგანოს წევრის მანდატი ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გაუმართლებელი გზებით გადაჭრისთვის არ გამოიყენონ.